გამარჯობა ჩემო ძვირფასოთა მემამულენო. მე ახლა ვიმყოფები კწალნისის ტყეპარკში, რომელიც გაასხვისეს არაბებზე. თვითონ არაბების ინვესტორიც კი იძახის, რომ მოსახლეობის 60% არის უცხოელებზე გათვლილია, რომ ისინი ჩამოსახლდნენო და აქ კერძო საკუთრება ქონდეთ. და მე ახლა გეკითხებით ყოველ თქვენგანს. აი ხედავთ ტყეს, ფაქტიურად ტყეპარკს, კწალნისის ტყეპარკს, უამრავი ხე არის. ამის გაჩეხვა როგორ შეიძლება ჩვენ ეს არ დავიცვათ. ჩვენი გმირი წინაპრები იცავდნენ ყოველ გოჯმიწას სისხლის და სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, წვეთამდე. და ზოგადად უფალმა გვაჩუქა ეს ყოველივე და ზუსტადაც უნდა მოუვაროთ და გადავარჩინოთ ერთად რა. მე ახლა მოგმართავთ ყოველ თქვენგანს რა. მივესალმები ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ძალის ნებისმიერ დამოუკიდებელ ქმედებას არაბული ქალაქების წინააღმდეგ, იმიტომ რომ საქართველო გვეკუთვნის ქართველებს, სტუმართ მასწინძლობაც ვიცით და ისეც ვიცით როგორ უნდა დავხვდეთ მტრებს. ამიტომაც მივესალმები ნებისმიერი დამოუკიდებელი ძალის ნებისმიერ წინააღმდეგ ქმედებას არაბულ ქალაქებთან მიმართებაში. მოუწოდებ ასევე საპატრიარქოს ძალიან მიხარია ცალკეული მამაოები, რომლებიც საჯაროდ აფიქსირებენ თავის პოზიციას, მაგრამ მხოლოდ ცალკეული მამაობით არ გამოვა ეს საქმე სამწუხაროდ და ღმერთის წყალობით უნდა ვიბრძოლოთ და ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს თხოვნით, რომ ამოიღეთ ხმა, მოუწოდეთ მრევლს და ჩაუდექით სათავეში, რათა მშვიდობიანად მოხდეს აი ამ ტყეპარკის შენარჩუნება. მშვიდობიანად მოხდეს ყოველი გოჯი მიწის შენარჩუნება, თორემ საქართველოს ისტორია ფაქტი იმისა, თუ რა შეუულია ქართველ ერს და ამაში ყოველმა ჩვენთაგანმა ვიცით მტრებს როგორ ხვდებოდით. ამიტომაც ასევე მინდა მივმართო საქართველოს ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ქართული ოცნება რო ქვია და ძალიან არ მინდა არაბული ოცნება დაირქვან რა. ამიტომ ვიწევ საჯარო დებატებში არაბულ ქალაქებთან მიმართებაში განსაკუთრებით თუ სურვილი აქვს თავის 13 წლიანი მმართველობაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ჩვენი გოჯი მიწისთვის რამდენს ვაკეთებთ ყოველი ქართველი, ვისაც მართლა გვიყვარს, გვადარდებს და მართლა ჩვენი ერისთვის გვიძგერს გული. ამიტომაც გამოფხიზდით დებატებში ვიწევ რა თქმა უნდა ქართული ოცნების ლიდერებს, ვინც განსაკუთრებით არაბულ ინვესტიციას ამართლებს და მარტო ფული არ არის ეს ყოველივე რა. ფულის გამო არ შეიძლება დაუთმოთ. აი მე ხა სპეციალურად დავდივარ გარშემო, რომ დაგანახოთ როგორი ტყეპარკი გვაქვს. ეს უბრალოდ ავაღორძინოთ, განვავითაროთ, მოვუაროთ. ამაზე კარგი გინდ თუ რა არის, ხო? ამიტომაც იფხიზლე ერო. მე ერთადერთ ინვესტიციას მივესალმები, რომელიც საქართველოზე იქნება მორგებული. არ გვინდა ეს ქალაქები. თქვენ თუ ინვესტიცია გინდათ, აქ ააშენეთ ფაბრიკა, ქარხნება, დაასაქმეთ ქართველები. და ჩვენი სტუმრების დასაქმება არა პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით ქართველებზე უნდა იყოს ეს ორიენტირებული, იმიტომ რომ მე არ ამგონი ეხლა დასახლებები აშენდეს და ქართველებს ნამდვილად არ გვაქვს შემოსავლის წყაროები, რომ ბინები ვიყიდოთ მით უმეტეს ეს დასახლებებში. მარტო 6 მილიარდზე მეტია, რასაც თვითონ საუბრობენ, ხო? მაგრამ 6 მილიარდი რომ იმაზე ვიანგარიშოთ, რამხელა ტერიტორიასაც ყიდულობენ, ბინის ფასები იქნება კატასტროფულად მაღალი. და ქართველები ამის შემძენები არ ვართ, ხო? ეს ხო ვიცით ხოლმე ჩვენთაგანმა. ამიტომაც იფხიზლე ერო რა, არ დაუშვა ამ ტყეპარკის გასხვისება რა. განსაკუთრებით არაბები იქნებიან, რუსები, უკრაინები არ მაინტერესებს რა, არც ერთ ეთნოს არ ვეხები, ისე რომ ვერ გამიგოთ რა. ჩვენთვის თავარი არის საქართველოში ეროვნული დღის წესრიგი და რაც მთავარი არის რა. ქართულ საქართველოს გაუმარჯოს. ისეთ საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც საქართველოსთვისაც, ხო, ჩვენი გმირი წინაპრები სისხლის უკანასკნელ წამამდე იბრძოდნენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. და არს ღმერთი ჩვენთან, მე მჯერა ამისი და ღმერთის წინააღმდეგ ომი არავის მოუგვია. ღმერთმა კი ჩვენ გვაჩუქა ეს მიწაწყალი და მოდი, ერთად შევევედროთ უფალს და გთხოვოთ რომ დაგვიდგეს გვერდში და შეგვანარჩუნებინოს ეს ყოველივე რა. ძალიან მიყვარხართ, მე იმედებით ყოველი თქვენთაგანი. ამიტომაც აქვე ნომერს მიუთითებ რა თქმა უნდა ჩემს ვიდეოზე, ვისაც სული გექნება ჩავამეხმიანეთ, იმიტომ რომ უნდა გქონდეს მობილიზება სწორი რა. და კიდე ერთხელ ხაზგასმით ვთქვათ ის, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ჩვენი გოჯი ყოველი მიწაწყალი უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ იმის გამო რომ აქ კწალნისის ველზე ჩვენ არაერთხელ შემოგვსევია მტრები, არაბები ისტორიულად
ისტორიაში ვინც არიცით ძალიან ბევრჯერ შემოგვიტიეს და რამენერად მაშინ უნკლავდებოდნენ. ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე რომ არაფერი არ მოხდება თუ მათი დასახლება მოხდება, იმიტომ რომ 400 წელიო ისედაც არაბების მმართველობა ქონდაო. ხო და რავი, დღეს 3 მილიონი ვართ რა. 3 მილიონიც არა ვართ ემიგრანტები, ყოთ კიდე საზოგადოებრივი წასულები. აქ ჩამოდიან იმიგრანტები, ეს არაბები, ინდოელები, პაკისტანელები, რუსები, უკრაინელები, მოკლედ ყველა ნაცია და აქ სახლდებიან და ჩვენ უბრალოდ ჩუმად უნდა ვიყოთ. არც ერთ შემთხვევაში ჩუმად არ ვიყოთ. აგერ არის ჩემი ტელეფონის ნომერი 555 70 83 83. მიუთითებ რა და ეკრანზეც დავაწერ და შევამეხმიანეთ ყოველი თქვენთაგანი. რა ვისაც შეგიძლიათ ბრძოლა და შეგიძლიათ აი მიწაწყლის დაცვა. იმიტომ რომ აშკარაა რომ ვერ იცავენ და მარტო ფულზე იყიდებიან რა და მოდი გულწრფელად ვისაუბროთ. ფული არ გვინდა არავისი რა. ჩვენ გვინდა საქართველოში ქართული დღესდღეობრივი და ქართულ საქართველოს გაუმარჯოს. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, თქვენი პოზიცია და აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში, განსაკუთრებით დაწერეთ ვინც მეთანხმებით არა არაბულ ქალაქებს საქართველოში და გააზიარეთ ვიდეო, გაავრცელეთ მაქსიმალურად. დანარჩენი ვისაც სად მოგიხერხდებათ ნებისმიერ მსვლელობაზე, აქციაზე თუ ასე და ასე შემდეგ მიდით, იმიტომ რომ არ დაუშვათ ქართული მიწაწყლის გასხვისება და ვიბრძოლოთ ერთად ჩვენ უკეთესი მომავლისათვის.